დღეს ჩემი მამიდაშვილების ქორწილია. შორეული მამიდაშვილები მყავს, ვენაში ცხოვრობენ. გიორგი და ანა. ანა ავსტრიელია, გიორგი კი გითხარით ვინცა. შენ როგორც გინდა ისეთი გაგვიკეთეო და ამიტომ პიონებით უკეთებ. იქაური სტუმრებით წავთ, ბევრი, რა თქმა უნდა, ბევრი დიდი ხნის უნახავი ჩემი ნათესავი მოვა. მე მგონი რომ ძალიან ლამაზი ეულება გამოუვათ. შევპირდი რომ გავაკვირვებ შენ სტუმრებს მეთქი. ამდენი პიონით ყვილა რომ დაყარო. არაფერი რომ არ უქნა და უბრალოდ დაყარო მაგიდაზე მაინც ლამაზი იქნება, სულ არ უნდა ჩემი დიდი ჩარევა. თეთრები მოვჭერი პატარძლისთვის. ნახე რა სილამაზეა. ნახე რა კარგებია. ძალიან კიდა მენანა, მაგრამ უსაყვარლესია და ვერ ვეტყოდი უარს. ახლა სპირია, ამოსავსებად სპირიას გამოვიყენებ და აგერ გრძელი მაგიდა იშლება, ნახე რა გამოვა. მერე გაშლილსაც, გაფურჩქნილსაც გაჩვენებთ, ახლა ფოტოებს იღებენ ეზოში. ფოტოსესია აქვთ. მე მგონი რომ ლამაზი საღამო გველოდება, სამწუხაროდ მოღრუბლულია დღეს, იწვიმებს პროგნოზით, მაგრამ არ აუშავს. აქ ორანჟერიაში შეიძლება რომანტიულიც კი გამოვიდეს. ძალიან ვარ აღელვებული. მე მგონი მაგაზე უფრო მევღელავ დღეს. მინდა რომ კაი გამოვიდეს. ნინოც ემზადება, ნინოს ნათესავებიც არიან. მოიკლა თავი მე გავაკეთებ საჭმელებსო. 10 მზარეული მუშაობს, მაინც თვითონ რაღაცებს ჭიბახობს, იმასაც გაჩვენებთ. ნახე როგორებია შეხედე. არც ვიცი ამ ფერს რა ქვია. ფუშიე ქვია ფრანგულად. ფუქსია გერმანულად, ფერს. მე რომ მკითხო ბორდოა. რა ვიცი, არ ვიცი, ბორდოს ფერები. აი სულ კოკრებია და ახლა ეს საღამომდე სულ ყველა დასკდება და გაიშლება. სულ დახურვლები იყო და ეხა იშლებიან ნელ-ნელა, აი. თბილი წყალი ჩაუსხი და შეხედე როგორია. რა გამოგვიო ერთად ნახოთ. ახლა ცოტა საქმე მაქვს. ამას დიდი ამბავი უნდა იოლად არ გაგეთდება. რა თქმა უნდა ქორწილის ბოლოს ყველას ჩემს ნათესავებს, სტუმრებს, მეგობრებს, მათ მეგობრებს, იქიდანაც არიან ვენიდან ჩამოსულები, ავსტრიელები, 14 კაცი, ყველას გავუშვებ პიონების დიდი თაიგულით. სასტუმროში, სადაც ცხოვრობენ ქალაქში, ეთელი ოჯახი იქ ცხოვრობს. უკვე ვთხოვე საყვავილეები, რომ საღამოს რომ მოვლენ დაახვედრეთ ოთახებში, მეთქი დიდი თაიგულებით გამოვუშვი. ნახე რა კაი იყოს, მე მორთულ სუფრასაც შეგახედებთ. მამალიც გადაირია. დავიწყებთ ახლა გაშლას და ნახე რა ლამაზი გამოვიდეს. გავაკეთე მე მგონი ლამაზი გამოვა. ჭაღებიც აინთო. საღამოს ყველას გავახარებ. ძალიან გაუმაძღარი ვარ. არ მყოფნის. გაკეთებულებს რომ დავაწყობ, მე კიდე ჩამოვლი და კიდე ვამატებ. თითქოს რომ გამზადებულია, მაგრამ მაინც არ მყოფ. მინდა ბევრი იყოს და გაიხარო. დღეს საჭმელები გადავწყვიტეთ ხონჩებად გავაკეთოთ. რადგან ჩემზეა მთლად უფლება, რადგან არ მეუფროსებიან და არ მკარნახობენ როგორ უნდა გავაკეთო, გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო დიდ ხონჩებზე. ხე გემრიელობები გავაკეთეთ, მაგრამ დიდ თეფშებს. ერთად. რომ არ გავაფუჭოთ სანახაობა. თავი არ დამიზოგავს და მე მგონი რომ კაი გამოვა. თუ ოდნავ მაინც გამოჩნდება რომ სიყვარულით გავაკეთე, გამიხარდება. ახლა წავალ ვიბანავებ და მოვემზადები რომ სტუმრად მეც მოვიდე. ცოტა ხანში შემოუერთდე ჩემს მეგობრებს.